საღამოშიდების მეგობრებო, კლავ მოგესალმებით. დღეს მე-4-ეთ მე მგონი და მოდი ახლა შევადარებ. მე კიდევ რაღაცებზე დავფიქრდი სინაგოგიდან რომ გამოვედი. შემდეგ ამ ლაივს რო უყურე, ჩემს წინ ლაივებს სინაგოგაში რომ ვიმოგზაურე და ეხლა მინდა კიდე ამაზე შედარებები გავაკეთო, ჩემი დასკვნები გამოვიტანო რა. და თქვენ თუ გინდათ დარჩით ჩემთან, რა დასკვნები გამოვიტანე. ხა რა ხდება საქართველოში? ესე იგი, როგორც მოგახსენეთ, 1904 წლიდან 1911 წლამდე აშენებულა დიდი სინაგოგა თბილისში. და ეს სინაგოგა არის სწორედ ეს ადგილი, სადაც შედიხარ და პირდაპირ გვხდება ვარდის სიმბოლო. 8 ქიმიანი ვარსკვლავი არის ვარდის სიმბოლო, მეგობრებო და თქვენ ჩემი მაყურებელი უკვე ინფორმირებული არ თუ რას ნიშნავს ვარდი, რომ ვარდი სული წმინდის და უმაღლესი გონის სოფიას დონის სიმბოლოა. სოფია არის უმაღლესი გონი, ანუ გონი, რომელიც ესე იგი სული წმინდიდან მომდინარეობს. და ეს ვარდი ჩვენ გავათავისუფლეთ ჯვარზე და ისაკვირველება მამას არ დავკვირვები ვარ, ახლა რომ უყურე ვიდეოს მე ვნახე რომ სინაგოგაში რომელი იუდეველიც შედის სალოცავად, ჯერ ამ ვარდს ადგავს ფეხს და მერე შედის ესე იგი სალოცავად მოსასმენად თუ რა ვიცი რათაც კიდე იმათ. ამის მნიშვნელობა არ აქვს რისთვის შედის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ შესასვლელში აი ეს ვარდი ფეხქვეშ აქვს გაგებული. ვარდი ჯვარზე სიმბოლო არის უმაღლესი ცნობიერების, ღმერთის დონის ცნობიერების, ანუ სული წმინდის ცნობიერების. და ჩვენ ვხედავთ, რომ აი სინაგოგაში საქართველოს ტერიტორიაზე შემავალი ყველა ის იუდეველი პირი, რომელიც სინაგოგაში შედის, ფეხს ადგავს. ეხლა მეორე სურათი მინდა განახოთ, რომელიც პირდაპირ შედარებას გაგიკეთებთ. აი ეს მეორე სურათი, ეს არის ეზოს კარი ამ სინაგოგის და ეზოს კარზე ხედავთ თქვენ 7 ტოტა მენორას, რაც არის შემოხაზული. აი ხან ნებისმიერ თქვენგანს მინდა რომ პარალელი გაალოთ და საპატრიარქოს წინ მტკვრის მხრიდან მიბრძანდეთ საპატრიარქოსთან და ნახოთ საპატრიარქოს კარებზე რა სიმბოლო არის დაყოლებული. იგივე 7 ტოტა მენორის სიმბოლოა დაყოლებული. ეს არც დამთხვევაა და არც შემთხვევითი, ეს არის გამიზნული შეფარულად ის საუბარი ერთმანეთში, რომ ერთი თალმუდელი იუდეველი ეუბნება მეორე იუდეველს, რომ აი ნახეთ ჩვენს ხელშია საპატრიარქო. გინდა იჯერე, გინდა არა, ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად დაგეგმილი და შეფარული, იმისათვის რომ ხალხი გააცრუონ, ეს ვარდი, ეს 7 ტოტა მენორა და ისაკვირველება, მე რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა არის ის, რომ ესე იგი აი წავშალო ერთი წუთით, ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ იუდეველი არის იუდეველი და იესო ქრისტემ რაბებს გადამოუყარა დახლები და უთხრა რომ აქ ვაჭრობა არ შეიძლება მამის სახლშიო, რას ვხედავ? სინაგოგაში ვაჭრობა არ მიმდინარეობს, მეგობრებო, სინაგოგაში არ იყიდება არაფერი, თუმცა ვაჭრობა მიმდინარეობს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში. ანუ ძალიან გაორებაში არის ყოველივე ის, ახლა მე რაც ჩამოვთვალე, უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს, ეს ნორმალურია, თქვენ რას ფიქრობთ? სინაგოგაში არ ვაჭრობენ, მაგრამ ვაჭრობენ მართლმადიდებლურ ეკლესიებში. მეორე საკითხი. მე ხომ გითხარით, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება. და მე რო არ მეთქვა ეს ხომ თქვენს უნდა იცოდეთ, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება და ყველაფერი მამის გეგმით ხდება. დღეს რომ მე ღმერთმა შემიყვანა იქ ქაშვეთის ეკლესიაში, სადღაც იქ დაბლა პადვალში და იქ ქალი იდგა, რობოტი ქალი იდგა, რომელიც ჩემამდე როგორც ჩანს დიდი ხანი უნდა მდგარიყო და თავის აი გამოკეტილ, გამბურუსებულ თავში ლოცულობდა თავისი აზრით, წინ საფრით თავზე.
ვიარე, მე თქვი რატო შემომიყვანა ღმერთმა ამ ეკლესიაში რა ხდება და ვნახე რომ იქვე არის გამოკეტილი მტრედი. ამ ქალბატონს ის მტრედი ჩემამდე უნდა გაეგო წესით. მაგრამ რადგან ესენი დაჯადოვებული და გამოყრუებული და ბრმები ყავთ ყველას, ანუ ეს საპატრიარქოს, სამწუხარო ფაქტია, ამ ქალმა ვერ გაიგო, რომ იქ მტრედი იყო. მაგრამ მე გავიგე, იმიტომ რომ თავსაბურავი არ მქონდა და ყურები არ მქონდა დაყრუებული. გესმით? იმას ყურები ქონდა დაყრუებული და დაპრუებული მართლა. ეს თავსაბურავი რომ ხურებოდა, ალბათ მეც ვერ გავიგებდი. და საერთოდ თავსაბურავი იმისათვის არის, რომ მიმღები ანტენები, ეს თმა რომელიც არის ზეციდან მიმღები ანტენა, დაბურონ. და ამისათვის დაგადეს თავზე ეს საბურავები. თავსაბურავები, გესმის? საბურავები დაგადეს, აი პირდაპირ მნიშვნელობით. რაც შეეხება ახლა ამ მტრედის დატყვევებას ქვეშეთში, ანუ ქაშვეთის ციხე რა არის, ქაშვეთის ეკლესიის პადვალში. იქაც ეკლესია არის. მე უბრალოდ ამ რა ქვია მაგას საჰაეროს ვერ ვუპოვე ადგილი, სადაც შეიძლება ეს მტრედი შემძვრალიყო. და იმ ადგილში ის 10 ლარიანიც თავისით ვერ შეძვრებოდა. ანუ ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა დღეს. ანუ დღეს მოხდა ისეთი რაღაც, მე არ ვიცი, მე ვარ ჯერ ეგერთიც დიდად მადლიერი ღმერთის რომ დამატარებს და იქ მივყავარ, სადაც საჭიროა, თურმე, და მეორეც ერთით დაშოკილი ვარ, ზრეებს კადრულობენ ეს ხალხი. ეს 10 ლარიანი შესაწირი, ეს მტრედი, რომელიც ჰქონდათ იუდეველებს, დღემდე აქვთ ეს ფრინველი, რომელიც უნდა შესწირო. ამ მტრედის იქ გამოკეტვა ამ 10 ლარიანი თურთ ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩემთან. შესამოწმებელია, უნდა მივიდეს ადამიანი იმ ქაშვეთის ეკლესიაში და ნახოს, შესაძლებელია თუ არა რომ ეს მტრედი საჰაეროდან ჩავარდნილიყო, თუ არ არის შესაძლებელი, მაშინ ჩვენ დიდ სიცრუეში და ძალიან დიდ მჩხიბაობების ქვეშ ვართ, მეგობრებო რა. ცოცხალ მტრედს, ეს არის იუდეური მტრედის მოკლა, ხო? მტრედის შეწირვა იყო იუდეურ დღესაც ეგრეა. იუდეური კანონი და წესშეულება. როდესაც მტრედს თავისი 10 ლარიანით გამოკეტავ საჰაეროში, ეკლესიის საჰაეროში, და ღმერთი მე იქ სრულიად სამოწმენდეზე საერთოდ არ ვაპირებდი დღეს არც ბიბლიოთეკაში წასვლას და არც ქაშვეთში წასვლას, მაგრამ ღმერთმა ფეხით მიმიყვანა ქაშვეთის ეკლესიაში, გეუბნებით. მე დღეს საერთოდ არ მქონდა დაგეგმილი თბილისში წასვლა. არა, თბილისში წასვლა კი, მაგრამ იქ გასეირნება, რუსთაველზე გასეირნება არ მქონდა დაგეგმილი. და მით უმეტეს, როდესაც ბიბლიოთეკაში მივდიოდი, ქაშვეთის ეკლესიაში შესვლა კიდე არ მქონდა დაგეგმილი, მაგრამ აი როგორც გითხარით, აი ესე ავტომატურად ღმერთმა მიმიყვანა. აი გამახედა ჯერ თავი მიმატრიალებინა და მე ფეხები წამაყოლებინა იქ და მიმიყვანა იმ მტრედთან. აქ იყო ძალიან, ეხლა სიმბოლურად რა ხდება ეხლა მეგობრებო რა. ჯერ ვარდი გაგვათავისუფლებინა, თქვენ იცით რომ ჯვარზე იქ 23 მარტს ვარდი გაგვათავისუფლებინა და ამის მერე დაეწყოთ მაგათ ციებცხელება, მაგ იუდეველ თალმუდელ იუდეველებს და დღესაც აგერ ხედავთ რა შედეგებიც გამოაქვთ. ეხლა ხომ მტრედი შეწირვა უნდათ, მაგრამ მტრედი ვერ შეწირეს, იმიტომ რომ ღმერთმა გაათავისუფლა სულიწმინდა ყავდათ გამოკეტილი საჰაეროში, გაიგეთ? ღმერთმა გაათავისუფლა ეს სულიწმინდა. და მე კიდე ეჭვი მეპარება ის მტრედი მე ვნახე იქ. ბიბლიოთეკიდან რომ გამოვედი, იქ იყო ის მტრედი დაბრმავებული იყო, ესე იგი დიდი ხანი იყო იქ ის მტრედი. ვეღარ იყურებოდა და ვერაფერს ვერ ჭამდა, დაუყარე პური, მაგრამ ვერ ჭამდა, იმიტომ რომ ვერ პოულობდა პურს, არ შეეძლო დანახვა. იქ იმ მტრედის დაბლა ცოცხი და ასაკრეფი იდო. დავიჯერო ამ ეკლესიის დამლაგებელმა ვერ გაიგო ეს ფრთხიალი იქ. ცოცხი და ასაკრეფი თუ იქ დადო, თუ იქ მოხვეტა, თუ იქ დაალაგა, მე თუ ერთხელ შევედი და გავიგე ამ მტრედის ფრთხიალი, იმ ქალმა ვერ გაიგო?
მტრედი იყო საკმაოდ მოზრდილი, მაგრამ ეტყობოდა, რომ ის მტრედი დიდი ხანი იჯდა იქ, იმ ადგილზე, იმიტომ რომ იმასთან შედარებით როგორი ასაკიც ჰქონდა ამ მტრედს, დეფექტურად განვითარებული იყო. არ იყო მთლად განვითარებული, იმიტომ რომ ეხლა D ვიტამინის გარეშე და საკვების გარეშე ვერ განვითარდება. როგორ გადარჩა ეს მტრედი, არ ვიცი, ღმერთმა გადაარჩინა. არ შეწირა ღმერთმა სულიწმინდა აზე ხართ? არ გაწირა. სულიწმინდა იყო დატყვევებული ხალხო ეკლესიაში. ეხლა ვიღაცას გაეცინება და ვიღაცა იტყვის ზღაპრებს ყვებიო და ვიღაცა იტყვის იმაზე, ეს არ მაინტერესებს მე გეუბნებით იმას, რასაც მე ვხედავ. გეშინოდეთ თქვენ, საცოდავებო თქვენ. იუდეველთა და თალმუდელ იუდეველთა ხახამების მოდგმავ თქვენ. ეკლესიას ვაფრთხილებ რა. ღმერთმა ჩემი ფეხით მიმიყვანა იქ, სადაც თქვენ ყავდათ სულიწმინდა გამოკეტილი. ეს სიმბოლურია, რასაც ახლა ვლაპარაკობ. სულიწმინდას ვერსად ვერ გამოკეტავთ. გეშინოდეთ აწი რაც მოგივათ. ვაი თქვენს პატრონს. და 10 ლარიანიც იქ კარგად რო იყო ის კარგად უნდა მიმენათებინა იქ რაღაცეები იქნებოდა კიდე სანთლები და ჩხიბაობა პირდაპირ რა. იქ ის მტრედი თავისით ვერ შეძლებოდა, შანსი არ არის. და ამათ არა აქვთ უფლება რომ მტრედი მოკლან და ისე დადონ. მტრედი ცოცხალი უნდა გაუშვან. გესმით? და ისე შესწირონ. და ამათმა რა გააკეთეს? გამოკეტეს პირდაპირ იქ. ქაშვეთის ეკლესიაში პირდაპირ იქ დაბლა ეკლესიაში. ნახეთ ის ვიდეო რა, ნახეთ ჩემი ვიდეო, სად იყო მტრედი გამოკეტილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყრუ და ბრმა ერი ყავს ჩვენ სახელმწიფოში. იქ რამდენი ქალი იდგა ჩემს გარდა, ვერც ერთმა ვერ გაიგო ამ მტრედის ხმა. ხმას არ გამოსცემდა, ფრთხიალებდა, უბრალოდ ფრთებს იმაშვებოდა, მტრედს არ აქვს ხმა მაგასაკში. შვიდტოტა მენორა. როგორც საპატრიარქოს კარებზე არის აღბეჭდილი და იქ არის დიდად გამოსახული. მიდით და ნახეთ, მე ზღაპრებს რო არ გიყვებით, ისიც ნახეთ. მიდით თქვენი ფეხით, შეხედეთ ამ ჭიშკრის კარს, რომ შვიდტოტა მენორა არის ზედ გამოსახული. დაგეწყო, შაისე. საჭმელი დამეწო. ჩემი ჭირით საუღია იქნა ახლა. ხო ხედავთ როგორ არის ბოროტი გამძვირებული. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით მე არაფერს არ გეტყვით ახლა. რაღა უნდა გითხრათ, ესეთი ბრმები და ყრუები ყოფილხართ და იმაზე უარესი ყოფილა ვიდრე მე მეგონა. თქვენი მდგომარეობა მაგრამ მადლობა უფალს, რომ ნათელი გონების ადამიანები მიმღებები არიან ამ დედამიწაზე. დავდივართ და ესე ვშველით იმ საკითხს, რაც საშველია. მადლობა უფალს. თავზე დაატყდებათ ამ თალმუდელ სიონისტებს ყველაფერი და განადგურდებიან თლიანად. დედაეტირებათ მაგათ, ნახე.
იმ ვარდის გათავისუფლების შემდეგ ხო მთელი ამბები მოხდა მაგათთან. ეხლა ამ მტრედის გათავისუფლების და დაჟე ვარდიც ხომ ცოცხალი მოჭრილია, ცოცხალი, სულში ამოვლებული, მთელი ჩხიბაობა იყო იქ. მერე გააქრეს ის ვარდი იქიდან, ჯვრიდან. გადაკეტილი ქონდათ ესე. დიდის ამბით და არ შეიძლება თურმე იმ მარჯვენა ფრთაში შესვლა. ეხლა აქ მტრედი. ეხლა კიდე რას გავიგებ, ელიას მთაზე ის რაღაცა იყო იქ, ჯანდაბა ქონდათ გაკეთებული. ღმერთი სად მიმიყვანს კიდე არ ვიცი, მოკლედ დამატარებს აქეთ იქით და მაწმენდილებს აი ამ ჯადოებს რა. დიდება უფალს. ამინ. მადლობა უფალს, რომ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ მივიღოთ ღმერთის ხმა. მადლობა უფალს, რომ ჩვენ შეგვიძლია ჯერ კიდევ ერთი ადამიანი მაინც რომ დადის და აკეთებს საქმეს. არა მხოლოდ ხილვა, არა მხოლოდ ნახვა სიზმრის, არა მხოლოდ ის გამოცხადება, არამედ რეალურად საქმის კეთება. რეალურად საქმე აკეთეთ ხალხო. გესმით? ხო და ეს ძალიან საკვირველი რაღაცა არის, რომ სინაგოგაში არ იყიდება სანთელი, არ იყიდება ხატი, არ იყიდება არაფერი, საერთოდ ფული იქ არ არის, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქრისტემ რაც გააპროტესტა, ქრისტიანების ეკლესიაში მაინც იყიდება. ეს თუ დაცინვა არ არის და გამასხარავება და გახახავება, როგორც იქ ეწერა, რომ საქართველოში მოღვაწე ხახაებიო, თალმუდი ხახაებიო, თუ რა ეწერა იქ. გახახავება თუ არ არის ეხლა ეს ქართველი ხალხის და ქრისტიანების, მე არ ვიცი რა. გარდა ამისა, დღეს ქართლის ცხოვრებაში ამოვიკითხე ასეთი რამ. საქართველოში გაქრისტიანება სამჯერ მოხდა. იქ წერია რომელ წლებში მოხდა. ზუსტად წერია იქ ქრონიკონის მიხედვით რომელ წლებში მოხდა. პირველად მოხდა 78 წელს. 78 წელს ქრისტეს შობიდან. მეორედ მოხდა 320 ან 303 წელს. და მესამედ, მართლა რა საინტერესო რაღაცა სიდოლებო, ეხლა თქვენ მოგითხრათ. ესე იგი, ქართლის ცხოვრების მიხედვით, ამოვიწერე ეხლა მივიდე ჩემს ლურჯ წიგთან. ესე იგი, რა ხდება აქ? ავანთოთ სინათლე. აქ ხდება ესეთი რამ, მეგობრებო რა. აბა ეხლა გადაიშალა იმ ადგილზე, სადაც მინდა რომ გადაიშალო. ესე. წავედით. პირველ წელს, 58 წელს, არასწორად ცოდნია, 58 წელს მოხდა პირველად. არა ეს ქართული იმით არის, მოიცა ეს წოც. 317 619 და 76. გისმენ? ანუ საინტერესო რა არის იცით მეგობრებო? ერთი წუთი დედიკო რა. ორად ისა აღწერა, ანუ ჟამთა აღწერა ხდება ორი იმით სისტემით. ერთი სისტემა არის ქართული სისტემით და მეორე სისტემა არის ქრონიკონის მიხედვით. ქრონიკონის მიხედვით პირველი ქრისტეს გაქრისტიანება მოხდა 303 წელს. მეორე გაქრისტიანება მოხდა ქრონიკონის მიხედვით 317 წელს. 14 წლის მერე. და მესამე გაქრისტიანება უკვე მოხდა 324 წელს.
მაგრამ ეხლა რა არის საინტერესო რა? აი აქ პირველი აღწერით, ხო? ივანე კიდევ ვაფლი შეჭამა. რატო მერე? სუპი დამეწვა დედიკო უთხარი ბებოს. ხო. არა, არ შეიძლება. ხო, ეხლა რა უნდა მეთქვა, ეს დამავიწყდა. მეორე წელთ აღრიცხვით, ესე იგი პირველი გაქრისტიანება. აი, რა მინდოდა ეხლა მეთქვა თქვენთვის სიდონებო რა? ამისთვის მჭირდება ქართული ანბანის. მოიცა ერთი წუთით ქართულ ანბანს მოვიტან. და განვიხილოთ, ეს იმიტომ მნიშვნელოვანი თემაა. ანუ რატოა მნიშვნელოვანი იცით? შესაძლებელია რომ ქართული ანბანი არასწორად იყოს აღდგენილი აი ამის მიხედვით, ანუ მოსაზრების დონეზე რა. მოსაზრების დონეზე ეხლა რასაც დავაკვირდი, აქედან გამომდინარე რომ არ შეიძლება მოხდეს პირველი მეორე გაქრისტიანება პირველზე უფრო ადრე. ანუ პირველი ხდება ჯერ და მერე მეორე რო ხდება პირველზე უფრო ადრე არ შეიძლება და ეხლა რატო დავაკვირდი იცით? აი ნახეთ. აი ყურე, აი ეს მეორე წელთაღრიცხვა ქართული იმით აღწერით, ჟამის აღწერით. ნ ჰოეშია. ნ ჰოეში ხდება 58 წელს პირველი გაქრისტიანება. და ნარი და ჰოე, ანუ ნარი არის, ესე იგი ნარი სად არის? ნარი არის 50 და ჰოე არის 8. რატო ხდება 58 წელს? იმიტომ რომ როდესაც ამ აღწერას ვაკეთებთ, ესე იგი 58 უნდა იყოს. 50-ს ემატება 8 და სრულდება 58. ანუ პირველი გაქრისტიანება მოხდა 58 წელს, მეორე გაქრისტიანება მოხდა უკვე იოტაით. იოტა არის, ნახეთ, ჩვენ ვიცით რომ იოტა არის მე-60 და იოტა და თანი არის 69 წელს. ანუ 60 პლუს 9 არის 69 წელს. აი აქ შეცდომა ერთიანი კი არა ნულიანი უნდა ეწეროს. ანუ პირველი მოხდა 58 წელს, მერე 69 წელს და მესამე მოხდა 76 წელს. ესე იგი ოფ-ი, ხო? აქ როგორ წერია? ო და ფ. ესე იგი ონი არის 70. ფ კი არა ვ, უკაცრავად. 70 და ვ არის 6. ხო, ანუ 60. არა, სწორი ყოფილა. აი აქ რო შეცდომა მქონდა, მაგიტომ შემეშალა. დედიკო, ერთი კალამი მომიტანე, ძალიან სწორ, სწრაფად. არ ვიცი. ხო, ანუ სწორად ყოფილა, კი, ყველაფერი, არაფერი არ არის შეცდომა. იმიტომ რომ ესე გამოდის 14 წლის მერეო ნინოს შემოსვლიდან, ესე იგი ჯერ საქართველოში ქრისტიანობა შემოდის პირველად 58 წელს, მერე შემოდის 69 წელს, როდესაც წმინდა ნინო შემოდის საქართველოში და მერე 76 წელს უკვე აღარ ვიცი მესამე ანუ ხო, შეიძლება დავაკავშიროთ იმას, რომ ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში, ხო? მოხდა 58 წელს, ეს ნინო არ იყო ჯერ შემოსული და აქ არ იყო ვიზი არის საუბარი ბიზანტიის იმპერატორზე, ელენეს შვილზე, რა ერქვა, ალექსანდრე, არა, კონსტანტინე დიდის გამეფებაო, გაქრისტიანება არ იყო ჯერ მომხდარიო, მადლობა დედიკო, აი აქ შევასწორებ. კონსტანტინე დიდის გაქრისტიანება არ იყო ჯერ შემდგარიო, როცა საქართველოში უკვე ხალხი გაქრისტიანდა. ამის მერე გადის, ესე იგი, რამდენი 11 წელი.
და 11 წელზე უკვე შემოდის წმინდა ნინო საქართველოში რა. ხო საკვირველებაა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ხო 317, 303 ქრონიკონის მიხედვით წმინდა ნინოს ხო გამოუშვებენ აქ რომ იპოვე ქრისტეს კვართიო. უკვე 317 წელია ეს. ქრონიკონის მიხედვით 317 წელია. ხოლო ქართლის ცხოვრების აღწერით არის 609 წელი. კიდე 609 წელს ვიმეორებ კაცო, უკაცრავად. აქ ეს წაიშალოს თლად. 69 წელია. ქრონიკონი ქართლის ცხოვრების მიხედვით არის 69 წელი. ხოლო წმინდა ნინოს შემოსვლა ქრონიკონის მიხედვით არის 317 წელი. ეს რას ნიშნავს, იცით? რომ ანუ ნახეთ დაბადებიდან იყო ჭღდ, ხო? დაბადებიდან 5804 წელი არის გასული ჯვარცმას როცა მოხდა. და ჯვარცმა მოხდა 338 წელს. ტალახი. აბა ტალახი ვნახოთ. ტ არის 300, ლ არის 30 და ჰ არის მერვე. 338 წელს მოხდა ჯვარცმა, მეგობრებო. ქართლის ცხოვრების მიხედვით რა. და ეს 338 წელს დაბადებიდან იყო ჭღდ ქრონიკონის მიხედვით, ესე იგი 5804 წელი გასული. და უკვე თუ დასაბამიდან იყო ჭღლ ჰ, ანუ 5828 წელი გასული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს შობიდან 328 წელს დაიწყო კალენდრით ახალი ათვლა და არა ქრისტეს შობიდან პირველივე დღეს ხო იძახიან 28 წელს დაიწყო. 28 წელს კი არა, როგორც ჩანს, ქრისტეს შობიდან ჯვარცმა მოხდა 328 წელს ქრონიკონის მიხედვით. ეს მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის, რაც ქართლის ცხოვრებაში წერია, გვერდისა მე-7-ია, აი, ვისაც გაინტერესებთ, მეოთხე ქართლის ცხოვრება, მეოთხე ტომი და მე-7 გვერდზე დაჯიქით და წაიკითხეთ თუ გინდათ რა. უბრალოდ მე ხლა აქ რა მაინტერესებს ისი ჭღლ ჰ, ჭღლ მოიცადე. ნახოთ, აბა გადავამოწმოთ. ჭარი არის 5000. 5000, კი ბატონო. ყ არის სად არის ყ? 800. კი ბატონო, ჩაჯდა 800. მერე ჭყლ არის ნახეთ 30 და ჰ არის 38, ხო? სწორედ გამოთვლილია. 5838 წელს, ესე იგი დასაბამიდან, აი ადამი დაივას დასაბამიდან. 5838 წელს მოხდა ქრისტეს ჯვარცმა. გესმით? კალენდარი რომ აბსოლუტურად ახლიდან გვაქვს შესასწავლი, ხომ ხვდებით ამას, არა? და როდის ვართ, რა დროში ვართ ეხლა რომ გადასათვლელი გვაქვს ახლიდან, ხომ ხვდებით? თუ ვერ ხვდებით? ხვდებით თუ ვერ ხვდებით? ეხლა ეს რა სიახლე შემოიტანა ამან? ამან შემოიტანა ის სიახლე, რომ გაურკვეველია, თუ კი ქრონიკონიდან 328 წელი არის ჯვარცმა, როგორ შემოვიდა 303 წელს წმინდა ნინო.
ანუ მე ვერ ხვდები რა. აქ რაღაცა არის უცნაურად. აშკარად უცნაურად, იმიტომ რომ ჯვარცმა ხდება 328 წელს. და 303 წელს წმინდა ნინო შემოდის აქ. ქრისტეს გაუსწრო? მოკლედ, ან ქართლის ცხოვრება გადასაწერი და გადაწერილია და შეცდომაა, ან კიდე აი ეს ჯვარცმა არის უცნაურად როგორ ტალახთან მივყავართ რა, ნახე, ჯვარცმის ქორონიკონის აღწერა არის ტალღა, ტალღა და ლხ. და ტალახში ვართო რა, გვეუბნება, ანუ ტალახი იყო მაგ დროს. იცით ხო როგორ აღინიშნება მერე ესეთი, ესე არის, აი, მერე ესეთია და ლ და ჰ მერვე. აი ეს არის ჯვარცმის წელიწადი ქორონიკონის მიხედვით. და ეს ითვლება ამ ანბანის მიხედვით. და თუ ლ და სად არის ხ, თუ ლ და ხ არის 328 წელი, მე ახლა რა დასკვნა გამოვიტანე, იცი? მე ესეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ აი აქ მეტყუილად არ შემეშალა ეს 609. აი ეს მეტყუილად არ შემეშალა აქ. ეს ხომ არ იყო მართლაც, ანუ 328 წელს მოხდა ჯვარცმა და აი 609 წელს უკვე შემოდის წმინდა ნინო საქართველოში. 303 წლის მერე. 303 წლის მერე 328-ს რო 303 მიუმატოთ არის 741 წელი. ხო სწორედ გამოვითვალე? არა, უკაცრავად. 641 წელია. 641 წელს საქართველოში რა ხდებოდა? იცის ვინმე? 641 წელს საქართველოში რა ხდებოდა? იცის ვინმე? ანუ ჩვენ ახლა დავუმატოთ 2025 წელს უნდა დავუმატოთ 300 წელი. 328 წელი გამოდის. ერთად ვიანგარიშოთ. 2025 წელს უნდა მივუმატოთ 328 წელი და გამოვიანგარიშოთ რომელ წელში ვართ ახლა. 2, 6, 3 და 2. 2362 წელში ვართ ახლა. ქორონიკონის მიხედვით. აი, თურმე რატომ არის ნათქვამი, რომ ბოლო ჟამსო დაჩქარდება დრო და მე წინა ლაივებში აღარ მახსოვს, ახლა ამ მომენტში ვერ ვიხსენებ, სადღაცა ვახსენე, რომ 300 წელი მეთქი, ხო ვახსენე? რაზე ვახსენე, ღერთო გამახსენე. 3 დღე ვითარცა 1 დღე ვითარცა 10 წელიო, 1 დღე ვითარცა 1000 წელიო და რადგან დაჩქარდება მეთქი დრო დაჩქარებულია აპოკალიფსის მიხედვით 300 წელი მიუმატოთ მეთქი და ზუსტად 300 წელი მიემატა დღეს. აუ მე თუ არ, ანუ ალბათ ავფრინდებით საში მალე.
ესე იგი მე მართალი ვიყავი როცა ვთქვი რაღაც გამახსენეთ რა არ გახსოვთ რა გამოვითვალე რატომ ახსოვს ახლა 300 წელი მივუმატე ბრძოლაზე იყო საუბარი რა ბრძოლაზე იყო საუბარი 300 წლიანი ბრძოლა გაგრძელდება მეთქი რო ვთქვი თან მახსენდება და თან ვერ მახსენდება 300 წლიანი ბრძოლა ხო ქრისტესა და ოღონდ ბოლომდე ვერ გამახსენდა საუბარი იყო რაღაც ბრძოლაზე ხო ბრძოლაზე რომელიც ამ 3 დღეში უნდა მოხდეს ერთი დღე ვითარცა 1000 წელი და 1000 შეიკვეცა 100-ზე იმიტომ რომ ბოლო ჟამს დაჩქარდება დრო ანუ მე მაშინ ვთქვი რომ 2325 წელს ანუ 300 დღეზე ხო ნუ მოკლედ ერთი სიტყვით მე ვფიქრობ რომ ეხლა მართლაც არ გახსოვთ რატო ვახსენე ეს 300 დღე მეგობრებო აღარ გახსოვთ მე უნდა უყურო ახლა ჩემს ლაივებს რა სადღაცა ვახსენე 300 წელი ერთი დღე ვითარცა 1000 წელი და 1000 შეიკვეცა 100-ზე იმიტომ რომ დაჩქარებულია დრო 1000 რო შეიკვეცა 100-ზე ესე იგი 3-ჯერ 100 არის 300 წლით უკვე გადავახტით ახლა იმიტომ რომ აგერ ვხედავთ რომ ქრისტეს ჯვარცმა მომხდარა 338 წელს ქართლის ცხოვრების მიხედვით შეგიძლიათ აზროვნება თუ არ შეგიძლიათ აზროვნება ანუ შეგიძლიათ რომ ჩემთან ერთად იაზროვნოთ რაღაც დამიწეროთ თუ მარტო მე უნდა ვიაზროვნო ვერ გავიგე ანუ რაღაცა იაზროვნეთ რა თქვენს რა ეხლა ძალიან ბევრ რაღაცას გამიხსნის კიდე სულიწმინდა, იმიტომ რომ თავიდან ანუ გაჭედილი იყო საჰაეროში და გავათავისუფლა, ესე იგი გათავისუფლდა სულიწმინდა შეუძლია ინფორმაციების მოცემა. ეხლა დღეს იმხელა ინფორმაციები მომცა მე მარტო იმით რომ იქ სინაგოგაში შემიყვანა რამდენჯერ რომ მან გამოვლილი და არასდროს არ მომდომებია მან შესვლა. რატომ მაინც დღეს შემიყვანა იქ იმ ადგილზე და მაჩვენა რომ ერთი და იგივე სტრუქტურა და სისტემაში არის. ერთადერთი განსხვავება არის ის რომ იქ სკამებიც არის და წინა პლანზე არის კიდე რაღაც იქ აუდიტორიასავით ამაღლებული, მაგრამ ამაღლებულის უკან არის კიდევ ზუსტად იგივე სიტუაცია, რაც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებში შეიტანეს. ჩვენს ეკლესიებში არასდროს არ ყოფილა ფარდა გაფარებული. არ იყო, ოდითგანვე იყო ღია, მაგრამ რატომღაც რომელიღაცა იმან თალმუდელმა ხახაებმა გადაწყვიტეს, რომ აი საქართველოშიც უნდა დაეარსებინათ, იმიტომ იყო. როგორი იყოფა, იცით, აი ქართლის ცხოვრებიდან რომ ნახოთ, იქ დაყოფა არის წლების მიხედვით რა და თამარ მეფის ეპოქამდე არის ესე იგი რაღაცა ორჯერ იყოფა ანუ ერთი დიოკლეტიანემდე იყო ათვლა და მერე თამარ მე მგონი თუ არ ვწდები დიოკლეტიანემდე და დიოკლეტიანის მერე თამარ მეფის დრომდე არის ათვლა და თამარ მეფის დროს კიდე სხვა ათვლა იწყება აქ რაღაცაში გვაქვს საქმე რა ანუ რაღაცა ხდებოდა მე-12 საუკუნეში რომელიც აი ახლა მე ჩემი ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ თეოლოგები ამას უარყოფენ, თამარ მეფის დროს განიხილებოდა ზუსტად მეოთხე ჰიპოსტაზის თემა. მეოთხე ჰიპოსტაზის თემა იყო ის, რომ ის თვითონ ეს მეოთხე მე, რომელზეც ქრისტე სულ საუბრობს, რომ მე გეტყვით თქვენო და მე მეზია საუბარი, რაღაცა მეზია საუბარი, ხო, რაღაცა როგორც სულიწმინდა ჰიპოსტაზი, ძე, მამა ღმერთი და მე, არსებობს კიდე მეოთხე მე. ეს იმ წიგნშიც წერია თუ გახსოვთ რომ იმას გიქენით რა ქვია დიგიტალური ვერსია რომ ავტვირთეთ ჩემს Facebook გვერდზე აზროვნების ევოლუციაში აქ ამ მეზეც არის საუბარი რომელსაც განიხილავდნენ ესე იგი არაერთი ფილოსოფოსი განიხილავდა და მეცნიერი მაგას რომ მე არის კიდე რაღაცა მეოთხე ნაწილი რომელიც ამ
ჰიპოსტაზის მეოთხე ნაწილი უნდა იყოს და ეს არის ის მე, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანში უნდა გამომუშავდეს. არა მე, არამედ ის მე, რომელიც ერთ-საერთო მეში უნდა გამომუშავდეს. და ამ რატო ვთქვი ახლა, ეს თემები განიხილებოდა მე-12 საუკუნეში თამარ მეფის დროს და ამისათვის შეიძულა სრულიად კათოლიკურმა საპატრიარქომ თამარ მეფე და მისი აი ეს მეცნიერთა ჯგუფი შეიძულა, ასად დასანახად ვერ იტანდნენ, სულ დაწამლეს და დაკლეს იქაური ისენი თამარ მეფის ხალხი და მერე ეს თამარ მეფეც საბოლოო ჯამში შეიყოლეს, შეიწირეს. მაგრამ საქმე რაშია იცით მეგობრებო? საქმე იმაშია, რომ ვეფხის წყაოსანს, ხო? მტრად ყავდა გადაქცეული სრულიად საპატრიარქო. ეხლა გამოიტანეს და ეხლა იძახიან, ეს ვეფხის წყაოსანი და ეს არის და ის არის და ის ნაწერები, რაც ვეფხის წყაოსანს ამოაკლეს, მოიტანონ და ჩადონ შიგნით. დაამატონ ისინი. გადააკეთეს ესეც, გადმოაკეთეს და ეხლა უნდათ რომ იყოს ეს და მაშინ რო ეუბნებოდა ეს მეცნიერთა ჯგუფი რომ 100 არის და არა 100, ხო? ამიტომ დაიწყო დროისათვლა კიდე სხვანაირად, იმიტომ რომ იქ სულ სხვანაირად განიხილებოდა, იქ ისეთი სკოლები იყო გახსნილი თამარ მეფის დროს, რომ აბსოლუტურად ვერ მოუგებდი საუბარში, მარჯვი ენა ჰქონდათ. მარჯვი ენით იყვნენ დასმული ქრისტესთან. მაგრამ არ აწყობთ ამ თალმუდელ ხახაებს ეს მარჯვენით დამჯდარი ხალხი, არამედ მარცხენით, აი აგერ მარცხი ენა რომელსაც აქვს ხახაებს. დავახახავთ. ეხლა რა მინდოდა მეთქვა, იცით? რა მინდოდა მეთქვა და ღმერთმა მიმიყვანა დღეს ბიბლიოთეკაში და ხელში ამაღებინა ისევ და ისევ ქართლის ცხოვრება. ამ ჟამად არა მხოლოდ თამარის ეპოქის გამო თქვენ იცით იმხელა ქართლის ცხოვრება იმის წაკითხვის ალბათ ჯერ ძველი ქართული უნდა ისწავლო, რა მოგახსენოთ რა. ამიტომ დამსვა და პირველივე გვერდიდან დამაწყებინა კითხვა. და პირველივე გვერდიდან ისეთი რაღაცები ამოვიკითხე, მეშვიდე გვერდამდე რომ თვალები ამოვიდა შუბლზე. ხო გითხარით რეები ამოვიკითხე და ხალხო სკოლებში მასწავლებლებო რას აკეთებთ? მეცნიერებო რას აკეთებთ? რა დაბლუებულ ხართ? რა გჭირთ? ილაპარაკეთ რამე, ჩემზე კარგად თქვენ იცით ეს. მაგრამ რამ დაგაბლუათ ესე? რამ შეგაშინათ ხალხო? იმისი არ იყოს. ქაღალდი უფრო ძვირი ღირსო და სოკრატეს რო კითხეს, რატო არ წერო არაფერსო და რატო უნდა დავწერო ქაღალდი უფრო ძვირი ღირს ტექსტზეო და თუ ტექსტის შინაარსმა ქაღალდის ფასმა შინაარს ქაღალდის ფასმა გადააჭარბაო, რისთვისღა დავწერო. აი რისთვისღა ვილაპარაკო, რა აზრი აქვს? აზრი არა, არ გესმით არაფერი და ვისაც ესმის ის ყრუა და ლუნჯია და ბლუა და შიშარა, არაფერს არ ამბობს. წავედი ახლა მე რა.